კომპანია უნდა წარმოადგენს $170,000 საბაგო გარანტია ეს იყო. იმ შემთხვევაში თუ კი 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრეს არის ეს უკვე არის შეთანხმების საგანი სახელმწიფოს და კომპანიას შორის. ანუ თუ იქნებოდა 90 მეგავატის სიმძლავრეს ეს სიტყვაზე იქნებოდა 90-ში $170,000 საბაგო გარანტია კომპანიასთან სახელმწიფოს საჭირო წარმოსადგენი. ეს რომ თავიდან აეცინებინათ, არანაირი გარანტია არ აქვს ამ კომპანიას. წარმოუდგენლით სახელმწიფოს. აი ამისთვის მოხდა ამ ასათამდე გაზრდა. შესაბამისად 100-ისთვის მოხდა მე 90%-ის პროვის აღება. აი ეს არის მიზეზი დამატებითი. ეს რა? ეხლა კიდე ერთი მომენტი რა. მე პულის გამოგაგდა. ერთი მომენტი კიდე რაც მინდა სხვა უსიტყვო. ეს არის კანონის დარღვევით დაიწყო კომპანიამ მშენებლობა, იმიტომ რომ ის ადგილი, სადაც ეხლა მიმდინარეობს გვირაბის გაბობა, საიდან შევეძნეს ხელმოწერა. ეს ადგილი ოთარი აქ არის და დამეზაკვება. იყო ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია და ყოველგვარი კანონის გვერდისავლით აიგრეს და მიადგეს პირდაპირ და დაიწყეს გვირაბის გაბობა. ეს ხო კანონის დარღვევა და აი ამ კანონის დარღვევით ილაურა მაშინ ილაური პრემიერ-მინისტრის მოაწევდეს კანონის დარღვევას ხელი. იმ დონეზე იყო ეს ადამიანი. პრემიერ-მინისტრის მოაწევდეს ხელი. ეს არის ის სასამართლოს დანაშაული გილაურს. და ესე მეუბნებია რომ ჩვენ კავშირები არ ქონია არანაირი მთავრობასთან. ის დარღვევები რო იყო და გასვარიგებდა, აქ განმოსდათ სამნისო და არავინ რატო ხდებოდა მაშინ გამაგებია. აი ეს არის ნაციონალური მოძრაობის შემომწირულების სია. შევკესებ ფერი, რომელიც აი აქ როაშენებს ახლა ხესებს სამივეს. მშობელი ეგ არის 2010 წელს 50,000 ლარი. ეხლა 2012 წლის არჩევნების წინ ეს ადამიანები აქ რომ ბრძანებოდნენ, ლაშა იორდანიშვილი. აი ახლა მიიწვა ეს ადამიანი.